მოგესალმებით, ბრუნდება ითოქი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს ჩვენ სტუდიაში. დღეს ჩვენთან სტუმრად არის საერთაშორისო აკადემია ლოგოსი, გიორგი ჩავლეიშვილი, დამფუძნებელი და დირექტორი და ანი გველესიანი, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ არ ყოლია სკოლა, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ პოდკასტში და ძალიან საინტერესო არის, ძალიან ბევრი კითხვა გვექნება დარწმუნებული ვარ, ისეთი რომელიც ჩვენს ინდუსტრიასთანაც ძალიან ახლოს არის და ფაქტობრივად მომავალ თაობას ზრდით და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოწვევები, თქვენი გამოცდილება და ასე შემდეგ. სანამ უშუალოდ გადავალ სასაუბრო თემაზე, მინდა წარვადგინო ჩვენი გენერალური სპონსორი, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. მადლობა მეტროპოლს, რომ ეხმარება ჩვენ პოდკასტს გავაკეთოთ ესეთი საინტერესო ეპიზოდები და მოვიწვიოთ ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანები ჩვენ სტუდიაში. მე ცოტა არასტანდარტულად დავიწყებ, იმიტომ რომ ჩვენ პოდკასტში ძირითადად სააგენტოებს და რაღაც სარეკლამო კამპანიებზე გვაქვს ხოლმე საუბარი, თუმცა როცა ბიზნესი მოდის, მათთან ცოტა უფრო განსხვავებული სტილით მიდის ხოლმე ჩვენი სტანდარტული საუბარი. ალბათ უნდა დავიწყოთ ისტორიიდან და საიდან იწყება საერთოდ, საიდან ჩდება იდეა, რა განაპირობებს, იმიტომ რომ ძალიან ჩემთვისაც ძალიან საინტერესო არის, რომ აი კი მე შეიძლება რაღაცა სტარტაპის იდეა გაჩნდეს, რაღაცა ბიზნეს იდეა გაჩნდეს და უცებ რაღაც, მაგრამ აი სკოლა გავაკეთო, აი ცოტა უფრო განსხვავებული ამბავი არის რა და აი ძალიან საინტერესოა რომ მოგვიყვეთ, აი როგორ გაჩნდა ყველაფერი. კი ბატონო, ნუ მივესალმები მაყურებელს, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მადლობა შანსისთვის, რომ ჩვენ სკოლაზე ვისაუბროთ. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან საინტერესოა და ზოგადად თანამედროვე სკოლის იდეა ძალიან საინტერესოა. შეიძლება ითქვას, რომ იმდენათვე არის უკვე ბიზნესი და დირექტორი მაგალითად, ჩემ შემთხვევაში იმდენათვე უნდა იყოს კარგი მენეჯერი, რამდენადაც ყველა სხვა ბიზნესში, ასე რომ ვთვლი, რომ ეს კარგი სივრცეა ამ ყველაფერზე სალაპარაკოთ. რაც შეეხება ისტორიას, ცოტა ესე უნდა დავიწყო წარსულიდან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ჩვენ ყველა ღია-კარის დღეზე ამ ისტორიაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ როგორც ყველა საქმეში ზოგადად და განსაკუთრებით სკოლაში ვთვლი, რომ იდეა საიდან წამოვიდა და რატო დაიწყე, რისთვის შექმენი სკოლა, რატო გაყავი ამ შარში თავი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა. ყველაფერი დაიწყო კალათბურთით, რაც არ უნდა უცნაური იყოს. მე ვთამაშობდი კალათბურთს უნივერსიტეტის ჩათვლით და კალათბურთმა მომცა იმისი შანსი, რომ ერთ-ერთ ევროპის ჩემპიონატზე ამერიკელმა სკაუტმა შემამჩნია, მითხრა, რომ თუ გიპოვე სკოლა ამერიკაში, რომელიც დაგაფინანსებს, თუ წამოხვალ. ნუ მაშინ ეს იყო 99 წელი თუ 2000 წელი იყო. ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას და დავთანხმდი რა თქმა უნდა. და ძალიან მეუცნაურა და გაკვირვებული დავრჩი რაღაც პასტერის ორში პლეხანოვზე აგერ ძალიან ახლოს სახლის ტელეფონზე ზარი რო გაისმა და დედაჩემო რო უპასუხა და ამერიკელი სკაუტი რო იყო მეორე მხარეს, ნუ გამომძახა ეგრევე ველაპარაკე სკოლა გიპოვეო და აი ესე ფაქტობრივად იტალიური ეზოდან პლეხანოვის ესე დედაჩემა მადლობა მას რო ეს შანსი გამოიყენა, აუცილებლად ესეც უნდა ვთქვა, გამიშვა ამერიკაში რა. და იქ დაიწყო ყველაფერი, თავიდან ვსწავლობდი სამხედრო სკოლაში. კალათბურთს თამაშობდი, რა თქმა უნდა, სრული დაფინანსება მქონდა სპორტული. სამხედრო სკოლით რო ვთქვა, რომ აღფრთოვანდი მეთქი მოვიტყუები, თუმცა ბევრი ისეთი უნარი გამოვიმუშავე, რაც დღემდე ძალიან მათგება რა, აი დისციპლინა, განსაკუთრებით თავის მოვლა, ასე ჯანსაღი ცხოვრების სტილი. მაგრამ აი ყველაფერი შეიცვალა თვითონ უკვე შიგნით იგივე დივიზიონში, მეორე სკოლამ სეინენს ბელფილდმა, ესე ქვია ამ სკოლას, რომელსაც დღემდე ჩემ მეორე სახლად აღვიქვავ. გადავიყვანა თავისთან რა, ნუ შემომთავაზეს, მითხრეს და ნუ მეც სიამოვნებით დავთანხმდი სამხედრო სკოლაში ყოფნა ნამდვილად არ მინდოდა ბოლომდე.
და ამ სკოლაში რო ფეხი შევაბიჯე 90-იანების ბავშვი ვიყავი 90-იანებში ვსწავლობდი სკოლაში და იქ ჩავარდი შოკში რა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმიტომ რომ ყველა იღიმოდა რაღაც ყველა გახსნილი იყო პედაგოგები გემეგობრებოდნენ დირექტორი კაბინეტში შეკეტილი არ იყო და მაშინ გამიჩნდა ძალიან ბავშვური იდეა მახსოვს აი დედაჩემს რო დაურეკე და ველაპარაკებოდი რომ რა მაგარი იქნებოდა რომ ესეთი სკოლა საქართველოშიც არსებობდეს თქო რა რო ხა პლატეგეთის სკოლა რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ჯერჯერობით აუცილებლად უნდა დავამატო ვერ შევქმნით მაგრამ ეს იდეა იმაზე უფრო მყარი აღმოჩნდა და შინაარსობრივად დატვირთული ვიდრე მე მაშინ როცა ეს გავიფიქრე მეგონა იმიტომ რომ უნივერსიტეტშიც გადამყვა და უნივერსიტეტში როდესაც ვსწავლობდი ჯერ პირველ რიგში უნდა ითქვას რომ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ეს სურვილი, რომ საქართველოში დაუბრუნებულიყავი და განათლების სისტემაში ჩავთვლილიყავი, მაშინ რა თქმა უნდა ესე კონკრეტულად ვერ წარმომედგინა ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებ, რომ კალათბურთზე უარი მათქმევიდა რა, კალათბურთზე, რომელიც მაშინ ხო საერთოდ NBA-ზე ოცნებით ვიფყვავი შეპყრობილი და ეხლაც, რა ვიცი, ღამეებს ვათენებ იმისთვის, რომ თამაშებს უყურო და ნუ ძალიან მიყვარს დღემდე კალათბურთი და ეს იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კალათბურთზე უარი ვთქვი რა, ვხვდი რომ ეს ბევრად უფრო ჩემი იყო ესე რომ ვთქვათ. უნივერსიტეტში უკვე დიპლომი გავაკეთე ორმაგი დიპლომი მქონდა პოლიტიკა და ეკონომიკაში, მსოფლიო პოლიტიკა და ეკონომიკა, ორივეს თეზისი იყო რომ განათლება რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკის სწორად წარმართვაში და ნუ რა თქმა უნდა ეკონომიკაშიც იგივენაირად და ძალიან მალევე შანსი მომეცა თუ არა, ძალიან ბევრ დეტალებში აღარ ჩავალ, ჩამოვედი საქართველოში, გარშემო შემოვიკრიბე გუნდი რამოდენიმე ადამიანის და უკვე დავაფუძნეთ თავი და სანამ სკოლას დავაფუძნებდით ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LIF დავაფუძნეთ და წლის ბოლოს LIF-ი დღესაც არსებობს, თუმცა აი იმდენად პოპულარული იყო და ბავშვები რომ მოდიოდნენ, სახში აღარ მიდიოდნენ და ვხედავდი რომ ეს მოდელი ძალიან სწორი იყო, ესე რომ ვთქვა და აკავდათ ეს ბავშვებს, რომ დავაფუძნეთ სკოლა, დავიწყეთ 22 ბავშვი ყავდა, კერძო იმაში სახლში ვიყავი ჩეკეტილები 2 სართულიანში, შემდეგ 3 სართულიანში გადავედით. და ბოლოს ახლა 16 წლის თავზე უკვე ჩვენი კამპუსიც ავაშენეთ LIS-ზე. ძალიან მოკლედ, თორე მთელი პოდკასტი ამაზე წარმოიდგენია. კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის და ძალიან საინტერესო თვითონ ამ ბიზნესის სპეციფიკაზეც რო ვისაუბროთ, ანუ აი ხა ბევრნაირი კომპანია ყოფილა ჩვენთან და ყველას ახლა თავისებური გზა აქვს, თავისებური სპეციფიკა აქვს, თავისებური მართვის ამბავი აქვს. აი რა სპეციფიკის არის სკოლის როგორც ბიზნესის კეთება, რა მნიშვნელოვანი პარამეტრები აქვს, რა არის გასათვალისწინებელი, ეგეც საინტერესო არის. კი, ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სკოლა, ფაქტობრივად კერძო სკოლა აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურა არის და ერთადერთი შემოსავლის წყარო კერძო სკოლას აქვს ბავშვებისგან, ხო, მისი კლიენტებისგან. აქედან გამომდინარე, როგორ გააკეთებ შენ პოზიციონირებას და როგორ აწყობ შენ ბრენდს და რა შესთავაზებ ხალხს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუმცა აი ეს სპეციფიკა ჩემი აზრით და რა თქმა უნდა მე მხოლოდ ჩემ გამოცდილებებზე შემიძლია რომ ვისაუბრო ჩემი აზრით ცოტა აი პირიქით არის ბიზნესისგან განსხვავებით, ზოგადი ბიზნესისგან განსხვავებით განათლებას, რაც ვერ აღვიქვავთ ხოლმე მაინც ესე როგორც ტრადიციულ ბიზნესს, იმითი რომ აუცილებლად ეს საქმე ძალიან უნდა გიყვარდეს და უნდა გინდოდეს, რომ ამ საქმეს გაუძლო რა პირველ რიგში, იმიტომ რომ იმხელა პასუხისმგებლობა გაწევს კისერზე, როდესაც ბავშვებთან მუშაობ და ეხლა ამ წუთას ამაზეც სავარაუდოდ მე მოგვიწევს ყველა ვარიანტში ლაპარაკი, სკოლას ძალიან დიდი ტვირთი აწევს, იმიტომ რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოჯახი ძალიან დიდ ვალდებულებებს აკისრებს სკოლას, ძალიან ხშირად ისეთსაც კი, როგორც უბრალოდ სკოლის დასაწევი არ არის, არ უნდა იყოს ეს თავის თავზე სკოლა, ვერ გააკეთებს ამას. აქედან გამომდინარე, ხო, საქმე უნდა გიყვარდეს, უნდა გინდოდეს და მზად უნდა იყო წინასწარ, რომ აწყობის პროცესში, რავი,
დღე და ღამე იქ ხარ რა სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის იმიტომ რომ ვერ ენდობი ესე რომ ვთქვათ სხვა ადამიანებს ეს ისევ და ისევ როგორც ყველა სხვა საქმეში მაგრამ აქ განსაკუთრებულად და შენი უნდა იყო რა ესე იგი ფაქტობრივად თავი უნდა გადადო გვერდზე განსაკუთრებით დასაწყისში სანამ აეწყობა ეს ყველაფერი და სპეციფიკა იმიტომ არის სპეციფიური უბრალოდ იმიტომ არის განათლების სფერო რომ ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანთან გიწევს მუშაობა ვერ წარმოიდგენთ რამდენად განსხვავებული ტიპები არიან მაგალითად მათემატიკის პედაგოგები და ისტორიის პედაგოგები ხელოვნების პედაგოგები მუსიკის პედაგოგები სპორტის პედაგოგები და აი ერთ სფეროში არ ხარ რა ყველას თავის ენას უნდა ელაპარაკო ყველა სხვადასხვანაირი ტიპია ამას პლუს რა თქმა უნდა ემატება ბავშვების მართვა ამას ემატება რა თქმა უნდა მშობლებთან ურთიერთობა რაც ყველაზე რთულია ზოგადად ამ პროცესში ასე რომ აუცილებლად შენ თვითონაც ძალიან მოქნილი ტიპი უნდა იყო და ნამდვილად წავიდა თუ არ წავიდა უკვე ბოლოსკენაა გასული ისეთი სკოლები რომლებსაც ყავთ დირექტორები, რომლებიც უბრალოდ კაბინეტში იკეტებიან და ზარს რეკავენ, რომ დაუძახონ თავის მოადგილეს და რაღაც დავალებები მიცენ. ანუ დაგიბარონ იქ გასაკითხად. აი ხო რა და უნდა გახსნიდე კი სამწუხაროდ საქართველოში მეც და უნდა იმოძრავ აქტიური უნდა იყო, უნდა გახვიდე, უნდა გაერიო, ყველას უნდა იცნობდე დაცვიდან მოყოლებული, რა ვიცი, აი ფრესკულელი ბავშვებით დამთავრებული და ძალიან მნიშვნელოვანი არის მე ვიტყოდი რაღაცა ემოციური დასრულობა აი არ ვიცი ეს ინგლისური სიტყვები მომდის თავში და როგორ გადავთარგმნო მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა თუ აყევი შენც თუ ანერვიულდი შენც აი ნერვები უნდა მოტოკო, იმიტომ რომ ძალიან კარგად გრძნობ, რომ მართლა იმ ფრესკულელიდან დაწყებული, რა ვიცი, მათემატიკის პედაგოგით დამთავრებული, რომელიც 30 წელია ასწავლის, შენ გიყურებს და შენ თუ ნერვიულობ და შენ თუ ცუდად ხარ და შენ თუ მდგომარეობიდან გამოდიხარ, ყველა იშლება. იმ დღეს მე თუ ცუდად ვარ სკოლაში რომ მივდივარ, თელი სკოლა ჩამოიშლება ხოლმე. რა ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, სასიხარულოდ ყავს ძალიან ესეთი გუნდი, რომელსაც შემიძლია რომ დავეყრდნო, რა ძლიერი და გამოც ასე რომ ხო აი ეს არის კი მესმის მე ანისთან მექნება ესეთი კითხვა ანუ რეალურად სანამ უფრო სიღრმეებში წავალთ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბრენდის შექმნა რა ეხლა ძალიან საინტერესოა სკოლის შემთხვევაში აი რა გზას გადის რა გამოწვევები არსებობს მაგნაწილში და როგორ მუშაობს ზოგადად საგანმანათლებლო მარკეტინგი არ ვიცი ესე დავარქვათ კი ბატონო მე სკოლაში დავიწყე მუშაობა 10 წელს წინ და მაშინ იყო რადიკალურად სხვა გარემო და სიტუაცია მაშინ განათლების მარკეტინგი მე მგონი არ არსებული ამბავი იყო საერთოდ და მაშინ აი მინიმალურის კეთებაც კი უკვე რაღაცა ძალიან თვალსაჩინოს ხდიდა დღეს ძალიან დიდი კონკურენცია ამ ბაზარზე, ძალიან დიდი, ძალიან ბევრი კერძო სკოლა არის თბილისში. სავარაუდოდ მომხმარებელი გაცილებით ნაკლებია ვიდრე მომწოდებელი ამ შემთხვევაში შესაბამისად საკმაოდ რთულია რომ იყო თვალსაჩინო და პოზიციონირებდა სწორად. სპეციფიკური ამ საკითხში და ძალიან რთული რაც არის რომ ცოტა უხეშად ვიტყვი ამ შემთხვევაში ჩვენი პროდუქტი არის თვითონ ბავშვი. შესაბამისად ამ პროდუქტის ჩვენება სწორად და ბაზარზე სწორად მის წარმოჩენა ძალიან რთულია ისე უნდა გაზომო აწონო ყველაფერი აბსოლუტურად და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს თუ განათლებაზე ლაპარაკობთ და თუ სკოლაზე ლაპარაკობ. შესაბამისად სიტყვა ჩვენ შემთხვევაში ლოგოსის შემთხვევაში სიტყვა ლოგოსელი არის პროდუქტი და ამაზე მუშაობდით ძალიან ბევრს თავიდანვე და ეს უკვე დამხვდა გულწრფელად რომ თქვა სკოლაში რომ მივედი ლოგოსელი უკვე ბრენდი იყო ლოგოსელი უკვე იყო რაღაც რაც იამაყებოდათ ლოგოსელი არის ოღონდ როგორც მოსწავლე ასევე მასწავლებელი ნებისმიერ ადამიანი ვინც იქ მუშაობს და უკვე რაღაცა ის იყო ამ კულტურა ხო ლოგოსელი თუ ხარ რაღაცა კარგი ტიპი ხარ რა და ნუ ეს ძალიან მომეწონა თავიდანვე და მომწამლა რაღაც იმ სიტუაციამ რაც სკოლაში დამხვდა. შესაბამისად ბავშვებთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო და ალბათ ჩვენ შემთხვევაში რამაც ძალიან კარგად იმუშავა და ამას დღესაც მივყვებით არის შიდა ღონისძიებები
და ამ ლოგოსელობის შეგრძნების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ ღონისძიებებში იგულისხმება რაღაც არასასკოლო ღონისძიებები, არამედ რაღაც უფრო ესეთი, სადაც networking საკეთებენ ბავშვები ერთმანეთთან, უფრო კარგად იცნობენ ერთმანეთს. მასწავლებლები მეგობრდებიან, ესეც შეიძლება იყოს Halloween-ი, Christmas Fest-ი გვაქვს ესეთი პოპულარული ღონისძიება ბავშვებს ძალიან უყვართ, რომელიც საქველმოქმედოა და თან რაღაცა კეთილშინაარს და კარგი საქმის სწავლებას ასწავლის ბავშვებს, მაგრამ ჩვენი ყველაზე საყვარელი ღონისძიება, რომლის იდეაც გიორგის ეკუთვნის, არის Logos Game Day. ეს არის დღე, მცოცავი დღესასწაულია, არავინ არასდროს არ იცის ბავშვები. ნუ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ რომ არ იცოდან, მაგრამ ზოგი მასწავლებელი ხანდახან გაგვყით. ეს არის დღე, არიციან როდის იქნება ეს დღე, როცა ბავშვები სკოლაში მოდიან და ადმინისტრაცია ჩვენ ვუნებით, რომ დღეს ყველა გაკვეთილი გიცდება და მთელი დრო თამაშობთ და ყველა საკლასო ოთახში გვაქვს სხვადასხვა თამაშები. ზოგში FIFA-ს თამაშობენ, ზოგში Twister-ს თამაშობენ, ზოგში რაღაცა კატანია და Game Boy-ს თამაშობენ. გვიან მაგ დამთავრებული ყველაფერი. კი. და ნუ რა თქმა უნდა ძალიან უყვართ ეს დღე. მიზანი ამ შემთხვევაში ის არის, მასწავლებლებიც ჩვეულებრივად მუშაობენ ამ დღეს, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენით ამ შემთხვევაში, ანუ ჩვენ ვაორგანიზებთ ყველაფერს, თან ძალიან ისე უნდა ვქნათ ჩუმად და უცებ. ერთ საღამოს როცა სწავლა დამთავრდება 5 საათზე უცებ ვიწყებთ ამ ყველაფრის აწყობას და მეორე დილით ხვდებით ბავშვებს თამაშებით და მასწავლებლებიც თამაშობენ ბავშვებთან ერთად. პირველად რო გავაკეთეთ ეს დღე, ანუ როცა არ იცოდნენ საერთოდ რა იყო და მაშინ ვერც გაგვყით და ვერავინ, ანუ სკოლაში ბავშვები დარბოდნენ და ყვიროდნენ, რომ ეს ყველაზე მაგარი სკოლა და ნუ აი მეტირებოდა რომ უყურებდნენ, იმიტომ რომ ნუ აი ისეთი სიყვარული ტრიალებდა, ისე ერთობოდნენ, რომ აი ხო ეს ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სკოლაში ყველაზე მეტად და განათლებაში ყველაზე მეტად რაც მუშაობს არის word of mouth და რჩევა იმ მომხმარებელის, რომელიც უკვე ყავს და არაფერი ამაზე კარგად არ მუშაობს, რაც არ უნდა, რა თქმა უნდა, სხვა წყაროებსაც ვიყენებთ და ყველაფერში ვცდილობთ რომ ვიყოთ და ყველაფერი დავფაროთ, მაგრამ მშობლის რეკომენდაცია და მოსწავლის რეკომენდაცია ყველაზე კარგად მუშაობს კერძო სკოლის შემთხვევაში. შესაბამისად ბუნებრივადაც ეგრე გამოდის, იმიტომ რომ საქმე რომელსაც ვაკეთებთ, მგონია რომ მთელ თემს ძალიან გვიყვარს და მეც ვერასდროს ვერ წარმომედგინა ვერასდროს რო სკოლაში ვშავებდი, მაგრამ ხო, ამ სფეროში ვინც არის, ყველა რაღაცა ესე ვართ მოწამლულები ხოლმე რა. მესმის. ანუ მე ესეთი პატარა ჩაკითხვა მექნება, რომ ეხლა სტანდარტულად მე რო ვფიქრდები ხარ ასაწყობი, არის ეგეთი რაღაცა, რომ იმისთვის რომ სკოლა გაიზომოს, რამდენად წარმატებული ალბათ, ნუ რაღაცა სრული ციკლი უნდა ჩაამთავროს მოსწავლემ და წარმატებული კარიერა და კარგ უნივერსიტეტში გააგზავნოს, ან სხვა ქვეყანაში იქნება თუ აქ იქნება და მეორე ნაწილი არის ის კომფორტი, რაზეც საუბრობდი, რაც სიტყვაზე იმ მომენტში კომფორტი აქვს, ბავშვი ავრცელებს თავის გარშემო ამ განწყობას და მერე ანალოგიურად მშობელი აკეთებს რეკომენდაციას სხვა თავის წრეში, რომ ყოფილი ამ სკოლით, ხო? ანუ ამის გარდა ეს არის რაღაცა ბუნებრივი რაღაცა, რომელიც ხარისხთან არის დაკავშირებული რა, რომ ანუ სკოლა აძლევს ხარისხიან განათლებას და ეს ყველაფერი მე შედეგს იღებს, ოღონდ ცოტა გრძელვადაში. თუმცა, აი თუ არის რაღაც თქვენს აქტივობებში მაგალითად აი ტრადიციულ მარკეტინგს რო ეძახიან, რომელიც აი რაღაცა უფრო რაღაცა სოციალ დიჯიტალის კომუნიკაციები, რაღაც არეკამო ვიდეო რგოლი, ის ანუ რაღაც PR კომუნიკაციები და ასე შემდეგ, რომელიც ასევე საჭიროა თქვენი ტიპის ბიზნესისთვის რაღაც ახალი ლიდების მოსაყვანად, ახალი მოსწავლეების მოსაყვანად და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურები ვართ სოციალურ მედიაზე და თავის დროზე 10 წლის წინ, ანუ ეგ არ იყო პოპულარული ამბავი და ციფრულმა მარკეტინგმა ძალიან რაღაც ამ ბაბლს გაცდა და ამ მშობლების პატარა ბაბლს, რომელიც კმაყოფილიყო, მაშინ ძალიან ცოტა მოსწავლე იყო. გავწდით და ციფრული მარკეტინგი ამაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ყოველთვის ვცდილობთ რომ გვახსოვდეს ვის ველაპარაკებით, ეს არის როგორც მშობლები მყიდველი, რა თქმა უნდა, ასევე თვითონ ბავშვებიც და ძალიან გვემაყება ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვი არის მსურველი და არა მშობელი, რომელსაც სკოლაში უნდა გადმოსვლა და
სულ ვცდილობთ რომ ამაზეც ვიმუშაოთ. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომელ პლატფორმებზე რას ვაკეთებთ. და ვის დაათარგეთებთ კი, ზუსტად, კი. ძალიან აქტიურები ვართ, სულ საუბრობთ შიდა ღონისძიებებზე, პროდუქტებზე რაც ხდება, იმიტომ რომ მშობელს ეგ აინტერესებს, ანუ სკოლაში რა ხდება, რა მიდგომები გაქვს, რა მეთოდიკას იყენებ, ამაზე სულ ლაპარაკობთ, ვიდეოებს წერთ მუდმივად, Facebook-სა და Instagram-ზე ვცდილობთ რომ მშობლებს ვლაპარაკოთ. მოსწავლეები ნელ-ნელა ამ პლატფორმებიდან გაქრნენ და გადავიდნენ TikTok-ზე. ამიტომ TikTok-ზეც გვაქვს უფრო სხვანაირი, სულ სხვადასხვა კონტენტია, რა თქმა უნდა, Instagram-ზე, Facebook-ზე, მშობლებისთვის არის ცოტათი ვცდილობთ რომ უფრო აკადემიურები ვიყოთ, თუმცა ჩვენი ბრენდის ტიპაჟი არ არის ძალიან აკადემიური და ძალიან ისე TikTok-ზე უკვე ვლაპარაკებთ ბავშვებს. ტრადიციულ, რა თქმა უნდა, სტატიებს ვწერთ, რაღაცა ბლოგებზე ვართ, გქონდა ჩვენი ბლოგიც და ძალიან გვინდა რომ განვაახლოთ, სადაც რეკომენდაციებს ვაკეთებდით მშობლებისთვის და ძალიან კარგად მუშაობდა. გქონდა ასევე მაგის დაბრუნებასაც ძალიან ველოდებით პოდკასტი, სადაც პოდკასტი შენთვის ერქვა, სადაც განათლებაზე ვლაპარაკობდით და განათლების როლზე საქართველოში და არა მარტო და ტენდენციებზე მიმდინარეზე. ამ პოდკასტში ბავშვებიც სიხარულით ერთვებოდნენ და ეგეც ძალიან კარგი იყო. ხო, მეტი რა შემიძლია რომ ვთქვა. ხო, სადაც any publicity is good publicity, ეგეც გვაქვს ხოლმე და სადაც შესაძლებლობას ვხედავთ ყველგან ვიკვეთებით, კოლაბორაციებიც ძალიან გვიყვარს. და თუ ხედავთ რომ ჩვენ სეგმენტს იზიარებს სხვა ბიზნესი და სადმე ხედავთ კვეთის შესაძლებლობას, მანდაც თავისთავად ერთვებით. შვენიერი, ძალიან საინტერესო არის. მე სანამ გადავალ შემდეგ კითხვაზე, მინდა არ გამომრჩეს ჩვენი პარტნიორი ნამირვა, რომელიც გაფილტრულ წყალს გვთავაზობს ჩვენს პოდკასტში და მოკლედ მიირთვით უსაფრთხოა. გიორგი, შენთან მექნება ესეთი შეკითხვა, ზოგადად გუნდს რო შევეხოთ, ხა სტანდარტულად შეიძლება ყველა ბიზნეს თავისებური მოწყობა აქვს, ჩემთვის სკოლა არის, მასწავლებელი, სასწავლმოწილი დირექტორი. იმის იქით ვინ მუშაობს და ვინ ქმნის ამ ტიპის ბიზნესს, მე ინფორმაცია არ მაქვს. საინტერესოა აი ეს შიდა სამზარეულო რო გაგვიზიაროთ, ვინ დგას აი ამ პროცესების უკან და ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე მგონი ძალიან რთული იქნება სკოლის შემთხვევაში რომ გამოყო მნიშვნელოვანი რგოლი ვინ არის, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ იმისთან მიუხედავად რომ შეიძლება იერარქიულად პედაგოგი მესამე მეოთხე დონის და პედაგოგის მენეჯერია ხო თავის კლასს მართავს თავის ჩვეულებრივად რა ძალიან შეიცვალა იქ ამას კიდევ ერთხელ გავუსვავ ხას მიდგომები საკლასო ოთახში როგორ უნდა მართო აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე რგოლი რომელიმეზე უფრო მნიშვნელოვანია მაგრამ რამოდენიმე რგოლი ნამდვილად არის ну პირველ რიგში ტოპ მენეჯმენტში ესე რომ დავარქვათ ვართ ну მე როგორც დირექტორი ასევე არის აკადემიური დირექტორი კეთი ბაცანკალაშვილი შემდეგ ჩემი მოადგილე ირინა შარაბიძე, ну вот ეს სახელმწიფოებით არ ჩამოვთვლი, არ გავჩერდები. ანი რა თქმა უნდა გვყავს ბიზნეს მენეჯერიც, რა თქმა უნდა გვყავს ფინანსური დირექტორიც, ასე რომ აი ეს განლაგება ამ ტოპ მენეჯმენტის ძალიან წააგავს ყველა სხვა კი, ასე რომ ყველაზე დიდი გადაწყვეტილებები, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაგალითად გაფართოების შესახებ მიწის შეძენის შესახებ, რეკლამის, სარეკლამო კამპანიის შესახებ, მიიღება აქ. შემდეგ გადავდივართ უკვე უშუალოდ სკოლას, ვინც მართავს, ხო, ეს სასწავლო ნაწილი ვახსენეთ, ესე რომ ვთქვათ, ხო, კადრებთან ურთიერთობის მენეჯერი, ხო. შემდეგ აი უკვე ეს მოდის, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენს გარეშე ვერ გამოვა, თუმცა ბევრად უფრო დიდი პროცენტი მათი დღის გრაფიკის არის სკოლის მართვა უშუალოდ. მშობლებთან კომუნიკაცია, ბავშვებთან კომუნიკაცია, სამასწავლებლოს დაორგანიზება, რომელიც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ვფიქრობთ, რომ პედაგოგები არიან და მარტივად მიახვედრებ რა არა ნამდვილად. ასე რომ
ძალიან მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ სკოლაში ეს ადამიანები ძალიან მაგრები არიან კათედრის ხელმძღვანელები რა თქმა უნდა შემდეგი რგოლი არის რომლებიც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობენ მთელი წლის განმავლობაში წლის დაგეგმაში პედაგოგების გაკონტროლებაში გვეხმარებიან ახალი კადრების მოძიებაში აყვანაში ასე რომ კათედრის ხელმძღვანელებიც უკვე მენეჯმენტის სკოლია დამრიგებლები რა თქმა უნდა დამრიგებლებზე ძალიან ბევრი რამ დგას და ესეც უნდა იყოს იმიტომ რომ პირდაპირ ხიდი არიან ჩვენს და თავის კლასს და ჩვენს და თავის კლასის მშობლებთან ასე რომ ძალიან ბევრი საფეხური არის და ყველაფერმა კარგად უნდა იმუშაოს იმისთვის რომ კარგი სკოლა შეიქმნას რა და მე მგონია რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა რომ ისეთი ხალხი შემოვიკრიბეთ თავიდანვე გარშემო რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ისევ გვერდზე გვიდგანან რა მენეჯმენტში ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ ბავშვები ვიყავით რომ შევიკრიბეთ და ერთად გავიზარდეთ პედაგოგებში ზუსტად იგივენაირად აი ეს დასაყრდენი პედაგოგები რომლებიც თავიდან შემოგვიერთდნენ და რომლებიც დაგვეხმარენ როგორც უკვე აღნიშნე კადრების მოძიებაში ისევ ჩვენთან არიან რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა რომ შინაარსობრივად არ შევცვლილიყავით იმიტომ რომ გინდა არ გინდა ადამიანებზე დგას ეს ყველაფერი და კათედრის ხელმძღვანელის სიტყვაზე ვამბობ დღეს თუ ერთი კადრია და ხვალ ეს კადრი წავიდა და მეორე მოვიდა უკვე შინაარსი იცვლება მიდგომები იცვლება ხო ასე რომ ძალიან გაგვიმართლა რომ ამ ხალხმა they stuck it out with us რა რაღაცერად გვერდზე დაგვიდგნენ და ჩვენთან ერთად გაიტანეს ეს ყველაფერი 22 ბავშვიდან 750-მდე რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ისევ ხას გაუსვავ რომ აი top managementიდან დაწყებული პედაგოგამდე დასული ესე რომ ვთქვათ თუ ურთიერთგაგება არ არის თუ არ ესმის იმ პედაგოგს შენი ძალიან რთული არის რომ გაატარო ესე ვთქვათ ის პოლიტიკა სასკოლო პოლიტიკა რომელსაც გეკმავ ხო იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ რაც არ უნდა თქვა კლასში შეიკეტება ის მასწავლებელი და რასაც უნდა იმას იტყვის და იმას გააკეთებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში რამდენი რაღაცა გამახსენდება ძალიან ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ არიან ძალიან ლოიალურები რა ძალიან ეს სერიოზული პრობლემაა ხშირად რა და სრულიად შესაძლებელია რომ შენი მასწავლებელს ძალიან თუ არ ენდობი რომ ის იქიდან გამოიტანს რაღაც მესიჯს სიტყვით კი არა ბავშვებმა რა თქვეს მაგრამ მესიჯს რომ აი ამ კლასეს აწუხებს თუ ეს არ გამოიტანა და პირიქით მათ აყვა და თქვა აბა და ეს როგორ გაკეთეს და ეს როგორ გააკეთეს ძალიან რთული არის ხო ძალიან რთული არის მე ამის გაკონტროლება და ეს საქმეს სერიოზულად გირევს რა და ან იმ როგორც აღნიშნა word of mouth არის რა თქმა უნდა ნომერი პირველი მე მგონი ყველაფერში და სკოლაში განსაკუთრებით და თუ თიმიდან მაინც გამოვიდა ეს word of mouth კლასიდან რომ აი მასწავლებელი ესეთია ბავშვები ერთმანეთს ესე ელაპარაკებიან ხო დირექტორი ამას ყურადღებას არ აქცევს ჩათვალე რომ იმ წლის მიღება ჩავაგდილი დავიდა ბოლომდე და ნოლიდან უნდა დაიწყოთ და კლასაც არ აქვს რა მნიშვნელობა რომ კლასში იქნება ასე რომ ნდობა აი ამ საფეხურებს შორის დირექტორიდან დაწყებული პედაგოგი დამთავრებული არის უმნიშვნელოვანესი რა უნდა გქონდეს შენი პედაგოგების შენი სასწავლო ნაწილების ხო აი ყველას უნდა ენდობოდე თვალდახუჭული იმისთვის რომ ამ საქმემ იმუშაოს რა საბოლოო ჯამში ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიღაც რაღაც არ შეეშლება ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველას აქვს ცუდი დღე და კარგი დღე და კარგი სემესტრი და კარგი წელი ხო ხა ჩვენ ცხოვრებაში სხვა რაღაცები ხდება თუმცა საბოლოო ჯამში აი ეს შენი კადრების ნდობა არის უმნიშვნელოვანესი სკოლის შემთხვევაში კი და აქ ხა ეგეთი ლოგიკური კითხვა გამიჩნდა ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით ზოგადად ძალიან აქტიურია ამ თემაზე საუბარი როცა ვსაუბრობთ რეკრუტინგზე და აყვანაზე თანამშრომლის რა ეხა ისეთ რაღაცებს შეეხეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და ძალიან რთულად მოსაძებნია ეგეთი ადამიანები და ყველა კომპანია წუწუნებს კადრებზე როგორ ნახულობენ სწორ ადამიანებს სწორ პროფესიონალებს იქით ამ ხრიდანაც ეხა ჩვენ ყავდა რეკრუტერები და HR-ების ეპიზოდიც ჰქონდა სადაც ისინი საუბრობდნენ რა სიტუაციაა ზოგადად ქართულ დასაქმების ბაზარზე და ორივე მხრიდან აღნიშნავდნენ რომ ერთი
მხარეა, რომელიც ან ასევე წუწუნებს რაღაცაზე, მეორე მხარეა, რომელიც ასევე წუწუნებს და სად გადის ოქროშუალედი, ძალიან რთული გასარკვევი არის ხოლმე. აი თქვენ შემთხვევაში რამდენად მარტივი არის პედაგოგის პოვნა სკოლისთვის, რამდენად ხშირია, იმიტომ რომ არის კომპანიები, რომელსაც ძალიან ხშირი გადინება აქვთ, ხა თქვენ საუბნარო ისვენ თითქოს ეგ ნაკლებად ჩანს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ალბათ ხა პედაგოგზე დგას, ხო, თადი ნაწილი სკოლა და როგორ უკავდებით მაგ გამოწვევას? რთულად. ხო, როგორც ვახსენე პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვა ისევ და ისევ, რომ ძალიან გაგვიმართლა დასაწყისშივე, რომ მოვიზიდეთ ისეთი პედაგოგების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზარდა. ამან რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა გაამარტივა, იმიტომ რომ უკვე ყავდა პედაგოგთა ჯგუფი, რომელსაც შეგეძლოთ დაყრდნობოთ. დანარჩენად სამწუხაროდ როგორც შენგან მესმის და მეც ესე ვიცი ყველა სხვა სფეროში კარგი კადრების მოსიდვა არის ძალიან რთული და განათლების სფეროში რომელიც სამწუხაროდ ისეთი პოპულარული ახალგაზრდებში აღარ არის როგორიც უნდა იყოს და მე ვთვლი რომ ამაზე აუცილებლად არის სამუშაო რომ პედაგოგობა უფრო პოპულარული გახდეს და ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ამაში სკოლებმაც განათლების სამინისტრომაც თავრობამაც აუცილებლად ეს წინ არის წამოსაწევი რომ უფრო მეტ ახალგაზრდას, უფრო მეტ ნიჭიერ ადამიანს მოუნდეს, რომ განათლების სფეროში შევიდეს. და რეკრუტმენტს რაც შეეხება, ახლა პირადად ჩვენთან headhunting-იც არის, რა თქმა უნდა, არის გაიგებ, გეტყვიანი, კარგი მასწავლებელია, რა ვიცი, ახლა ჩვენს გარშემო ვინც არიან, ყველა იცის, რა თქმა უნდა, რომ სკოლა გვაქვს, ცენტრი გვაქვს, ბოსულან უთქვამთ, რომ აი იმ სკოლაში ესა და ეს პედაგოგი მუშაობს და თქვენთან უნდა და ხო არ შეხვდებოდი, იმიტომ ჩვენც რა თქმა უნდა ხმას ვავრცელებთ, რომ ვინმე თუ იცით კარგი აკაუნტ და გამოუშვით. თუმცა მე ძალიან მეამაყება იმ ფაქტის, რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით რაც ცოტა უფრო გავიზარდეთ და უფრო აი მარკეტინგმა ნამდვილად უნდა ვთქვა, რომ ძალიან სწორად და კარგად მოახდინა შინაარსის ჩვენება, ესე ვთქვათ, რა გაიტანეს ჩვენი შიდა სამყარო გარეთ, უფრო და უფრო მეტ პედაგოგს თვითონ უჩნდება სურვილი, რომ ჩვენთან მოვიდეს და თვითონ გვიკავშირდებიან. მე ვთვლი, რომ ეს ნამდვილად არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი რა, იმის შედეგი, რომ ჩვენ ვენდობით პედაგოგებს და მე ყველა პედაგოგს ვეუბნები, რომ ჩვენთან ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, იმიტომ რომ მე თუ შენ აგიყვანე და მე თუ შენ გენდე, მე აღარ ჩავერევი შენ ყოველდღიურ საქმიანობაში. შენი მოსავლელი არის კლასი, შენ თვითონ უნდა შენ იყო კარგი მენეჯერი ამ კლასის, ურთიერთობა დაალაგო ბავშვებთან, დახმარება თუ დაგჭირდება, აქ ვარ. მე ტრენინგებს ჩაგიტარებ, პოლიტიკას გეტყვი, რას ატარებს სკოლა, დანარჩენი შენი საქმე შენ უნდა აკეთო და მე ვთვლი, რომ ამ თავისუფლებამ ძალიან სწორი კადრები მოიყვანა ჩვენამდე. მოიყვანა ისეთი პედაგოგები, რომლებსაც არ აქვთ მაინდა-მაინც სურვილი, რომ სხვა მუთხრას კლასში ზუსტად რა გააკეთოს, არამედ არიან შემოქმედებითი ტიპები, თვითონ იგონებენ სხვადასხვა მიდგომებს და ძალიან ცოცხალი ისა გვაქვს რა პროცესი, იმდენი რაღაცა ხდება ხოლმე, სამწუხაროდ ყველგან ვერ შევდივართ და გულს წვიტავთ ხოლმე ჩვენ პედაგოგებს, მაგრამ იმდენი რაღაც ხდება ხოლმე სკოლაში, რომ აი ხანდახან არც ვიცით, რომ რაღაცეები ხდება და ხდება. და ეს აი ამ კულტურის შექმნამ უფრო მეტად გაგვიმარტივა, ესე ვთქვათ, სკოლის აი პედაგოგების რეკრუტმენტი რა. რომ ისევ და ისევ უკვე ხმა გავარდა და ისეთი კადრები ინტერესდებიან ჩვენი სკოლით, როგორები ჩვენ გვინდა რომ დაინტერესდნენ და გადინება ნაკლებად გვაქვს, თუმცა გვაქვს, რა თქმა უნდა გვაქვს წელიწადში 2-3 პედაგოგი მაინც მიდიმოდის ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, თუმცა ისევ და ისევ ეს პროცესია, ამას ვერ გაექცევი, აუცილებლად იქნებიან ადამიანები, რომლებსაც მოეწონებათ და ადამიანები, რომლებსაც არ მოეწონებათ ზუსტად ესეთი გარემო და ვართ ახლა ძიებაში, შეიძლება ითქვას, რომ ბოლოშიც კი ვართ გასულები, იმიტომ რომ ამ წუთას ჩვენ შენობაში რამდენი საკლასო ოთახიცაა, ყველა საკლასო ოთახი შევსებულია, აქედან გამომდინარე ბევრი პედაგოგი აღარ გვჭირდება, რომ გარედან შემოვიყვანოთ და აი ახლა მივდივართ თითქოს იმ მომენტამდე, სადაც საბოლოო გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს და გვეწოდინება, რომ ეს არის ჩვენი გუნდი და ამ გუნდით მივდივართ აწი, რა ვიცი.
ბოლომდე. ორ სიტყვას ვიტყვით შეიძლება ამაზე. ხო, ანუ არ არის პოპულარული პროფესია და ბევრი ახალგაზრდა უყურებს ამ პოდკასტს და მინდა რომ რაღაც მათ გასაგონადაც თქვა ამას ესე ჩვენს ბაბლში და ჩვენს წრეში სულ ლაპარაკობ და მე მგონი მეგობარი ვინც ყავს ცოტა ხანი მაინც რაღაცა სწავლია ჩვენთან სკოლაში ან ძალიან საინტერესო გამოცდილება მასწავლებლობა და რაღაცა მინდა რომ მოვუწოდო რაღაც ერთგვარად ახალგაზრდებს ვინც რაღაცა კარიერულ ძიებაში არის რომ ცადონ ანუ პირველი დაბრკოლება რის გამოც არ განიხილავენ არის ანაზღაურება და ეს მიხარია რომ შეიცვალა და აღარ არის მასწავლებლობა კერძო სკოლებში რაღაცა ის პროფესია სადაც რაღაცა ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე უნდა გეფიქრებოდეს ამიტომ რაღაცა ეს ვაკანსია თუ შეგხვდებათ რაღაცა და ოდნავ მაინც ინტერესი შეიძლება აიქეთ მაინც ბოლომდე და ანუ მეორე ნაწილი რაც მგონია რომ ძალიან საინტერესო მე შარშან მქონდა პირველი გამოცდილება ანუ არასდროს სურვილი არ გამჩენია რომ მესწავლებინა რაღაცა ტიპაშურად ვერ წარმომედგინა ეგ, მაგრამ ნუ მოკლედ რაღაცა ისეთ სიტუაციაში ჩავარდით, რომ რაღაცა ცოტა ძალით დამაწყებინეს მარკეტინგის კლუბის კეთება და ისეთი საინტერესო გამოცდილება და ყველა ამას ყველა ვისაც მასწავლებლობის გამოცდილება აქვს, ამას ყველა ისეთი თან ეს არის ჩელენჯინგ არის, თან გზრდის ძალიან სწრაფად, აი არ ვიცი რაღაცა რომელი პროფესია ეგეთ რა თქმა უნდა არის, მაგრამ ანუ რომელიც აი გაიძულებს, რომ შენს თავზე იზრუნო ამდენი და შენი თავი რაღაცა ესე ყავდეს ტონუსში ძალიან გზრდიან ბავშვები და აი მივხვდი რას ნიშნავს მასწავლებლები რომ ამბობენ რომ ბავშვებისგან უფრო მეც ვსწავლობო აი ამას რაღაც პროცესში სანამ ნახავ ზუსტად ვერ მივხვდები რა არის თუ ანუ რა თქმა უნდა იმისთვის რომ მასწავლებელი იყო რაღაც გარკვეული გამოცდები უნდა ჩააბარო და ესე ყველას არ შეუძლია რომ მასწავლებელი გახდეს მაგრამ არის რაღაც პოზიციები სადაც არ გჭირდება ამ გამოცდის ჩაბარება ხო მართალი ვარ მეხوارმეშ და ხო ანუ შეიძლება რომ ძალიან საინტერესო იყოს და ძალიან გაგვიხარდება თუ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვა სკოლაში სამუშაოდ მასწავლებლებად მეორე ნაწილი დასაქმების სფეროში რაც იცვლება ძალიან განათლების არის და გვეპრობლემება ესეც ალბათ გიორგი ამაზე უკეთესად ელაპარაკებს მაგრამ კიდევ არის ის რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო პროგრამა შემოვიდა კერძო სკოლებში რასაც რა თქმა უნდა ჭირდება ის პედაგოგები რომლებიც ინგლისურად კარგად ლაპარაკობენ ან გერმანულად ან ფრანგულად გააჩნია რაღაც რომ სკოლაში ასწავლი შეიძლება იყოს ძალიან კარგი კადრი ძალიან მაგარი მასწავლებელი მაგრამ არ იცოდეს და ამის გამო ვერ დასაქმდეს თქვა სიტყვაზე იმ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე და რაღაც შენ სფეროში ტოპ ამბავში სადაც შეიძლება იყოს ამიტომ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შანსი ეძლევათ რომ რაღაც ამ მიმართულებითაც წავიდნენ მაგალითად ნუ ეგ ცალკე გამოწვევა დასაქმების სფეროში რომ რაღაც ბევრი ცდილობს საერთაშორისო პროგრამებისკენ წასვლას მაგრამ ხო მოკლედ რაღაცა. მოკლედ შანსი არის. მივეძალოთ მაგას. ერთი კითხვა მაქვს ანი შენთან რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. მოდი ვისაუბროთ კონკურენციაზე. ალბათ ნუ თქვენ გაქვთ გამოკვეთილი კონკურენტები, არ დავასახელოთ, შეგვიძლია და დარწმუნებული ძალიან ბევრი კონკურენტი არსებობს, ძალიან ბევრი კერძო სკოლა გამიგია მე, რომელიც ახლა არ ვიცი, ახლა ზოგ შეიძლება სხვა ნიშა უჭირავს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან საინტერესოა როგორია კონკურენცია, რას აკეთებთ იმისთვის, რომ იყოთ განსხვავებულები, რა არის მაგალითად რაღაცა ის პროგრამაში აისახება, თქვენს კომუნიკაციაში აისახება, თქვენს რაღაცა ბრენდის იდენტობაში აისახება, თუ აი რა არის რაც გამოგარჩევდა, ცდილობთ თქვენი სიტყვა თქვათ და სხვა მაგალითად მშობელმა რომელიც აკეთებს არჩევანს, სად მიიყვანოს შვილი, აი ამ რაღაცა ნიუანსების გამო ირჩევს ლოკოს. კონკურენცია ძალიან დიდია კერძო სკოლებში. და მიხარია რომ ანუ მე მგონია რომ ქართული კერძო სკოლები ძალიან კარგი პროდუქტია და მგონია რომ საერთაშორისო ბაზარზეც კი ანუ ძალიან
კარგი პროდუქტია ქართული სკოლები შეიძლება სხვა განათლების სფეროებზე სამწუხაროდ რაღაცა ესე ვერ ვილაპარაკოთ, მაგრამ ბევრჯერ გვინახავს ის, რომ ქართული მოსწავლეები საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ. შესაბამისად კონკურენცია დიდია, მაგრამ სულ ვცდილობთ, რომ გვახსოვდეს ჩვენი ღირებულებები და მოვიზიდოთ ის მშობლები, რომლებიც ამ ღირებულებებს იზიარებენ. თუ სკოლა და მშობელი ერთ ღირებულებებს არ იზიარებს და ერთ ენაზე არ ლაპარაკობს, ანუ ბავშვი ერთად უნდა გავზარდოთ და ის რაღაცა შედეგებს ერთად უნდა მივაღწიოთ, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია და გვიჭირს ხოლმე რა თქმა უნდა ყველა მომხმარებელი ძვირფასია და გვინდა რომ რაღაცა ბოლომდე შეივსოს ყველაფერი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა უარი გვითქვამს მშობლისთვის, როცა რაღაც ცალსახად ხედავთ, რომ ღირებულებებს ვერ ვიზიარებთ, იმიტომ რომ აი მაგალითად რა არის ეს უარი, რის გამო შეიძლება აი მაგალითად აი ისევ კონკურენტების ნაწილსაც ეხება ვთქვათ სიტყვაზე თუ მშობლისთვის ტოპ პრიორიტეტი არის ის რომ დისციპლინა იყოს ძალიან ესეთი მკაცრი, ანუ უნდა რომ შვილი იყოს ესეთ გარემოში, სადაც მუდმივად ესე არის რაღაცა დისციპლინირებული, ლოგოსი მისთვის მგონია რომ არ არის, იმიტომ რომ ლოგოსში რომ შემოხვალ დასვენებაზე თუ გავილი შეიძლება ცუდად გახდე ხმაურისგან მაგალითად, იმიტომ რომ ნუ აი ყაყანია, მაგრამ ეს ყაყანი არის თავისუფლების ნაწილი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სპეციალურად ამ ახალ კამპუსზე გავაკეთეთ ძალიან არამომგებიანად დიდი ტერაპია და არ დავზოგეთ სივრცე ამისთვის, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც ხედავთ ბავშვი თავისუფლად როცა არის როგორ იქცევა. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მანდ ჩანს, ანუ კლასში შეიძლება ითამაშოს, რომ კარგი ტიპია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ დერეფანში, სადაც თავისუფალია და არბის მეგობრებს ეკონტაქტება, მასწავლებლებს ეკონტაქტება, იქ შეიძლება რაღაცები, აი დავინახოთ ზუსტად ისეთი, რაც გვჭირდება, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ მე ამაზე სამუშაო. შესაბამისად, ანუ ჩვენ თავისუფლება ერთ-ერთი რაღაც ყველაზე ძვირფას ღირებულება არის ჩვენთვის და აი ერთ რაღაცას უბრალოდ მე მგონია აუცილებლად უნდა ითქვას რა ერთ-ერთი არ ვიტყვი რა თქმა უნდა რომელი სკოლიდან იყო ეს ბავშვი რომელი სკოლიდან გამოვიდა, მაგრამ მოსული იყო გასაუბრებაზე და კორიდორში რო ჩაიარა, გაკვეთილებზე რო შეიხედა, შოკში იყო რომ მოიცო ესე ჯდომაო თქვენთან შეიძლებაო, ესე იგი საიდანაც გადმოვიდა იქ აუცილებლად გამართული რაღაც ესე უნდა ჯდარიყო და აუცილებლად გარკვეული ტიპის ფორმა და ასე შემდეგ. აი ერთ-ერთი განმასხვავებელი ჩვენთან ასევე რაც არის ის რომ ჩვენ არც არასოდეს არ გქონია ფორმა და არც გვექნება, იმიტომ რომ თulit რომ ჩაცმულობაც თავის გამოხატულება არა დილით ბავშვი რო ადგება, როგორ ჩაიცმევს, როგორ გათაწყვიტავს, რომ ჩაიცვას და მოვიდეს სკოლაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე რომ ხო გვეთანხმებიან ის რომ არის შეიძლება ხანდახან მოგვეჩვენოს ჩვენ თვითონაც კი რომ ცოტა ზედმეტად ბევრი თავისუფლება, თუმცა საბოლოო ჯამში მაგრამ საბოლოო ჯამში ამართლებს, იმიტომ რომ ბავშვებს ეძლევათ ესე იმის შესაძლებლობა რომ თვითონ ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ და აი ანი რომ დაასრულებს მიცემ შანს რომ დაასრულოს, მეც აი დავამატებ კიდე ცოტა სხვა იმისკენ წავიყვან და მეორე ნაწილი რაც ვფიქრობ რომ ძალიან გამოგვარჩევს კონკურენტებისგან და დამწყებ სკოლებს ვურჩევდი რომ რაღაცა ეს უფრო მეტად უფრო მიაქციონავას ყურადღება არის ღია კომუნიკაცია მშობლებთან, ანუ ეგეც ყოფილა რაღაცა ეგეთ შემთხვევებს ყოფილა რომ ეს კამპუსი რო გავხსენით, მანამდე სადაც ვიყავით რაღაცა იქ უფრო ესეთი შენობა იყო, არ იყო ეს თვალსაჩინო, ანუ საკმაოდ დიდი ეზოა სანამ შენობამდე შემოხვალ და პირველ დღეს მიიღება რომ ქონდა ანუ ბევრი ახალი ბავშვი დაგვემატა ახალ კამპუსზე 2 წლის წინ როცა გადავედით, მშობლები იდგნენ ჭიშკრის შემოსასვლელთან და არ შემოდიოდნენ და თხოვდით რომ მობრძანდით და ისინი შოკში იყვნენ, რომ შეიძლება რომ შემოვიდა სკოლაში, ძალიან კარგად ხვდები რატო არ შეიძლება ზოგ სკოლაში შალის შემოსვლა, იმიტომ რომ და ძალიან მაცდუნებელია ჩვენ ეს კარი ჩავკეტეთ, იმიტომ რომ რთულია, აი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველაფერი აინტერესებს.
აი შეიძლება სამზარეულოში ჩავიდეს და დაადგეს თავზე, თქვა სიტყვაზე მზარეულს და უყუროს რაღაცას როგორ აკეთებს. ანუ მესმის რატო არა, მაგრამ რატომ კი თუ შენ თავში დაერწმუნებული ხარ და შენ პროდუქტს თამამად ყიდი, ანუ რატომ კი მე ბევრ კარგ რამეზე მუშაობს და რა თქმა უნდა მშობელს სჭირდება კომუნიკაცია სკოლასთან, რა თქმა უნდა შესაბამისად რაღაცა ამისთვის ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს ვიყენებთ, რომ მშობელს მუდმივად კონდეს ხელმისაწვდომობა და ყოფილი შემთხვევა, როცა არასამუშაო საათებში ვესაუბრებით, ჩვენთანაც ხშირად არიან. ერთ-ერთი ეგ არის კონკურენტებისგანაც გამოგვარჩევს და მესამეს ვიტყოდი იმას, რომ ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ქართული პროდუქტი და ძალიან მომწონს ის, რომ ლოგოსის პროგრამა არის ჩვენი საავტორო, რა თქმა უნდა, რაღაცები სხვადასხვა პრაქტიკებიდან აღებული გვაქვს, მუდმივად მოგზაურობთ ყველაფერს ვესწრებით, რაც შეიძლება რომ არსებობდეს საგანმანათლებლო სფეროში, ევროპაში, ამერიკაში, აზიაში, ყველგან დავდივართ და საუკეთესო პრაქტიკები მოგვაქვს იქიდან, თუმცა გვახსოვს ყოველთვის, რომ ბავშვი რომელსაც რომელთან ჩვენ მუშაობთ არის ქართველი, ქართულ რეალობაში უნდა წავიდეს სკოლის მერე და სკოლის დროსაც და ამ ქართულ პრობლემებსაც ვითვალისწინებთ, თქვა სიტყვაზე მენტალიტეტი რაღაცა ოჯახში რა პრაქტიკა აქვს ზოგადად, ინდივიდუალურადაც, ანუ ამასთან ძალიან პირადი ინფორმაციასთან გვაქვს წვდომა, როცა მშობლებს ვეკონტაქტებით და ეს ღია კომუნიკაცია ამაშიც გვეხმარება. შესაბამისად, პროგრამა არის მუდმივად მზრდადი და ცვალებადი. რაღაცა შეიძლება 3 წელი რაღაც ვასწავლოთ, თქვა სიტყვაზე და ამოწუროს ამან თავი იმ რეალობასთან მიმართებაში და ამას ვცლით შემდეგ ისევ ახალ რაღაცას ვამატებთ. ძალიან დამღლელი პროგრამა გვაქვს, იმიტომ რომ ეროვნული გეგმაც უნდა დავფაროთ რახან ქართული პროდუქტი გვინდა რომ იყოს და ქართული დიპლომი გვინდა რომ გავცეთ და ზემოდან არის დამატებული ის ყველაფერი, რაც ასა ჩვენ საავტორო ლოგოსის პროგრამას ვეძახით. აკლია მოდი 20 წუთიდან 5:30-მდე ბავშვების სკოლაში არიან და დამღლელია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ღირებულია ძალიან და იმიტომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ძალიან რთულია ამ კონკურენციის გაწევა, როცა თქვა სხვა სკოლებს რაღაც IB პროგრამები აქვს, ზოგი ბრიტანულია, ზოგი ამერიკულია, ასე შემდეგ და მარკეტინგულად ძალიან კარგად იყიდება ეს და აი ბევრჯერ გქონია რომ აი ცოტა რომ აი ჩვენ სხვა არ უნდა ვქნათ და რაღაცა აი ნახე რა მაგრად იყიდება და აი ეგრევე შევისო და რაღაცა ეს არის რა ძალიან tempting არის რომ მარკეტინგულად შენს მოახვიო რაღაცები ეგრე, მაგრამ არ ვიქნებით გულწრფელები ეგრო გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ ესე დავიწყეთ, ამღირებულებებით დავიწყეთ და არ გონია ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა პროგრამას და ყველა რაღაცა სკოლას თავისთავად, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული უნდა იყოს ეს პროდუქტი, იმიტომ რომ სკოლა ძალიან სპეციფიურია და სხვანაირად ხო არ მუშაობს სხვანაირად. კი, ამისი ყველაზე კარგი მაგალითი იქნება აი ფინური სკოლა, ხო, ფინური პროგრამა, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში საუკეთესოდ, მაგრამ მუშაობს მხოლოდ ფინეთში ისე როგორც უნდა იმუშაოს და მიზეზი არის ის რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს მშობლების ნდობა სკოლის მიმართ, ბავშვები როგორი ქცევით არიან, თუ რამე ქცევის აშლილობა, როგორ ერთვება სკოლა, როგორ ერთვება მშობელი, როგორ აქვს ერთმანეთში კომუნიკაცია, კულტურა დგას მთელი ამ ყველაფრის უკან და ვერ იქონია არ უნდა გქონდეს ეს დაბეჭდილება რომ ფინურ მოდელს უბრალოდ აიღებს საქართველოში ჩამოიტან და იმუშავებს არ იმუშავებს იმიტომ რომ სად ქართული ოჯახი და სად ფინური ოჯახი ხო სად ქართველი ბებია ფინური ბებია ხო ასე რომ ეს არ იმუშავებს და რაც მინდოდა რომ მე აუცილებლად დამემატებინა ამ ყველაფრისთვის აი არის ის რომ მე მგონია ჩვენ ასევე ძალიან გამოგვარჩევს ჩვენი სტუდენტური ცენტრი და ის აქტივობები რომელსაც სტუდენტური ცენტრი აკეთებს რომელიც ძალიან ხშირად არ არის მხოლოდ ლოგოსის და ლოგოსელებით შემოფარგლული სხვა სკოლებშიც გვაქვს მეგობრობთ უკვე ძალიან ბევრ სკოლასთან ძალიან ბევრი ნამეტანი მომივიდა 10-მდე სკოლასთან მეგობრობთ და ხშირად ვაკეთებთ ისეთი ტიპის
სპორტული შეჯიბრები იქნება თუ ინტელექტუალური, რომ ერთმანეთთან მოვდივართ და ესე ვთქვათ, ამაში ძალიან ჩართულები ვართ. მე ამაყება, რომ ჩვენი სტუდენტური ცენტრი იყო, რომელმაც ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა და დაიწყო ამაზე მუშაობა წლების წინ. ასევე გახსნილ კომუნიკაციაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ესე მგონია ისიც, რომ ჩვენ არც ნიშანს ვწერთ, იმიტომ რომ მაგალითად მშობელი ფულს იხდის და სამწუხაროდ ქონიათ ესეთი მოლოდინები და აი როგორი მშობელი არ არის ჩვენი ესე რომ ვთქვათ, რომელსაც უარს ვეთქვით, ნამდვილად არის მშობელი, რომელმაც შეიძლება პრეტენზიები წამოაყენოს და თქვას, რომ რას ქვია ჩემ შვილს ესე და ესე, მე ტყუილა ვიხდი ფულს და უეუბნებით, რომ იმისთვის იხდი ფულს, რომ ესე გავაკეთოთ და არა იმისთვის, რომ როგორ ჩვენ გინდა ესე გავაკეთოთ. და აი ეს გახსნილი კომუნიკაცია განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, აი მე როდესაც კრებები გვაქვს ხოლმე ჩვენ მშობლებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ პრობლემა ყველგან იქნება და შენ უნდა გინდოდეს, რომ შენი შვილი იყოს ისეთ სკოლაში, სადაც ამ პრობლემაზე თვალს არ დახუჭავენ, პირდაპირ გეტყვიან და თუ საჭირო გახდა გეჩხუბებიან კიდევაც, რომ მიხედე, ბავშვს აი ეს და ეს ჭირდება, ან შენი ყურადღება ჭირდება, ან ფსიქოლოგთან წასვლა ჭირდება, ასე შემდეგ. და სკოლა, რომელიც მზად არის, რომ შემდეგ ამ პრობლემებზე შენთან ერთად იმუშაოს. იმიტომ რომ სამწუხაროდ სადაც არ უნდა წავიდეთ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა წავიდეთ, პრობლემები დაწყებით საფეხურზე, ეხლა უფრო და უფრო მეტია, მატულობს ეს რატო და როგორ ცალკე თემა არის, თუმცა ამ ფაქტის და ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და უნდა ეძებო ისეთი სკოლა, სადაც შენ ბავშვზე მართლა იზრუნებენ და შენ არ დაგიმალავენ, რაც მთავარია იმის გამო, რომ მოგაჩვენონ, რომ თითქოს კლასში ყველაფერი დალაგებულია და ბავშვი კარგადაა და ბედნიერია, რომ შენ არ წაიყვანო, ამისთვის არ უნდა მოგაჩვენონ, რომ თითქოს რაღაც აი ახო სიმართლე უნდა ილაპარაკონ. და ბოლოს რო არ ვილაპარაკო გამორჩეულობაზე, როცა საუბრობთ ჩვენი college counseling-ის პროგრამაზე, არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ იმის და მიუხედავად, რომ ბევრ სკოლას აწი უკვე ყავს თავისი college counselor-იც და აკეთებს თავის college counseling-ს, ეს არის უცხოურ უნივერსიტეტებში, ძირითადად უცხოურ, თუ რა თქმა უნდა, საქართველოსაც მოიცავს. უცხოეთში თუ სურს ბავშვს რომ გააგრძელოს სწავლა, აუცილებლად ესაჭიროება college counseling-ის პროგრამა. და არა college counselor-ი, ჩვენ ეს პროგრამა გვაქვს მთლიანად დაწყებული მე-9 კლასიდან, მე-9 კლასში ვიწყებთ ბავშვებთან იმაზე მუშაობას, რომ მე-12 კლასში რა უნდა გააკეთონ და როგორ რო წარმატებულად ჩაირიცხონ და ეს ძალიან კარგად ჩანს. აი ეს პროგრამა ისევ და ისევ ძალიან გაგვეწელება თუ გვექნებათ, რომ შემიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბრო, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 80%-ზე მეტი ლოგოსელი, როცა ამთავრებს ლოგოს, უცხოეთში მიდის და მიდიან ტოპ უნივერსიტეტებში, რა ვიცი, დაწყებული UPenn, კოლუმბია, რა ვიცი, კორნელი, რა Ivy League-ის უნივერსიტეტებიდან დამთავრებული, რა ვიცი, ბოკონით, აით, ხო, კონსტრუქტორის უნივერსიტეტით, თელი მსოფლიოს მასშტაბით რა და ფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ეს ვერ იქნება მხოლოდ მე-12 კლასში ერთი ადამიანი დაგიჯდა და გითხრა რა გააკეთე და გააკეთე, ეს არის მე-9 კლასიდან მოყოლებული, ჩაშენებული თავის საერთაშორისო ტესტებით, ესეიდით და TOEFL-ით ჩაშენებული ჩვენ პროგრამაში. ხო, ძალიან ვრცელი ინფორმაცია ახლა თან ვამუშავებ და ერთი კითხვა მქონდა მონიშნული, რომელიც მეთქი არ დამავიწყეს. მშობლების საკითხს მინდა შევეხო. ძალიან მნიშვნელოვანი ახლა მე რო ვიხსენებ ხოლმე ჩემი იმას, ახლა მახსენებ მშობელთა კრებები, რომელიც მეზიზღებოდა, რადგან არ მინდოდა ჩემი მშობელი მშობელთა კრებაზე მისულიყო, იმიტომ რომ მასწავლებელზე პედაგოგების, მაშინდელი მშობელთა კრების, ასე ვთქვათ, სტილი იყო ის, რომ აი ესე ყოველგვარი შელამაზების გარეშე ესე მიახლიდნენ ხოლმე თელსათქმელს მშობელს და მე მშობელი რა თქმა უნდა, სულ 100% მართალი ყოფილიყავი, მაინც მასწავლებლებს ამართლებდა ხოლმე, იმიტომ რომ მაინც მისი ნდობა უფრო მეტი იყო ხოლმე რა. ძალიან საინტერესოა კერძო სკოლის შემთხვევაში, აი რა განსხვავება არის დღეს, აი რა შეიცვალა მაგ ნაწილში, აი რომ შევადაროთ თქვენი მშობლები, ესე რომ ვთქვათ, ბავშვების რა მოთხოვნები აქვთ, რა მოლოდინები აქვთ, რა სირთულეები არსებობს მათთან კომუნიკაციის ნაწილში, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს რაღაცა ზედმეტი, აი როგორც ახსენეთ, რაღაცა იმის გამო რომ რაღაცა კერძოა და ფულს იხდის, ყველაფერი რაღაც დაალაგებული წარმოუდგენია. აი რა სირთულეები არის და ნუ ალბათ მანდაც მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობა რა, ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის.
ნუ პირველ რიგში უნდა იცოდე მშობლებთან როგორი ურთიერთობა გქონდეს რა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამაში გულისხმობ იმას რომ როცა საჭიროა უნდა მიაწვე როცა საჭიროა უნდა შეალამაზო რაღაცეები უნდა იცოდე რისთვის მოდის როგორ და რა აინტერესებს მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ ცოტა გლობალურ თემებს უფრო უნდა შევარდოთ რა და ეხლა თანამედროვე მშობელი ძალიან განსხვავდება ჩვენი თაობის მშობლებისგან და ამის უპირველესი მიზეზი არის ის რომ თანამედროვე მშობელს ბევრად უფრო ცოტა დრო აქვს თავისი შვილისთვის ვიდრე ეს ქონდა ჩვენ მშობლებს. ნუ მე ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე რომ გამორიცხულია სახში ან დედა არ მცდარი იყო ან ბები არ ყოფილიყო ვიღაცა ყოველთვის იყო სახში ვინც ყურადღებას გაქცევდა ვინც ვრუნავდა იმაზე რომ შენ რავი სწორად გეჭამა, გემეცადინა, ადრე დაგეძინა. ეს ყველაფერი ხდება პრობლემა, იმიტომ რომ თანამედროვე მშობელი, ისეთი მშობელი, რომელსაც აქვს ფინანსურად იმის შესაძლებლობა, რომ კერძო სკოლაში ბავშვი მიიყვანოს, ხშირად ორივე იმდენს მუშაობს და იმდენად დაკავებულია, რომ თავის შვილებისთვის ნაკლები დრო რჩებათ. ეს სამწუხარო რეალობაა, სამწუხაროდ ეს ვერც მშობლისკენ ვერ გაიშვერ ხელს და ვერ იტყვი, რომ ეს მისი ბრალია, არა, რეალობა მიგვიყვანა აქამდე და აქედან გამომდინარე ძალიან დიდ როლს ანიჭებენ უკვე სკოლას ბავშვის ცხოვრებაში და მე დასაწყისში ვახსენე კიდევაც ისეთ თემებშიც კი როგორცაც სკოლა ვერაფერს ვერ ისამს მაგალითისთვის რო ვთქვა შეიძლება ეს იყოს არც ვეიპი ხო სკოლაში ბავში ვეიპს ვერ იყიდის ვერც გამოიძახებს ვერც იყიდის და ზოგადად ვართ რავი ველზე უკანთები გვაქვს და არაფერი გარშემო არ არის რა მაგრამ მაგის და მიუხედავად შენ რო ვთქვათ მშობას დაურეკავ ბავშვს ვეიპს აქ მოუჩენ იმიტომ რომ საპირფარეშოში შეიკეტა და ჭუმად ეწეოდა რომ მოვა მშობელი თიც შენსკენ გამოიშვერს და გეტყვის რომ შენი ვალდებულებაა რომ ბავშვმა ვეიპი არ მოწიოს და მე შენ ამ შემთხვევაში უკან არ უნდა დაიხიო არც ერთ ვარიანტში და აი ძალიან დეტალურად უნდა ელაპარაკო რომ როგორ მოდი დავფიქრდეთ აბა გავუყვეთ როგორ შეიძლება ეს სკოლის ვალდებულება იყოს სკოლა მაგერ რო აღმოაჩინა ჩამოართვა და დაგირეკა და ესეთი რაღაცები არის ყველაფერზე. კვებიდან დაწყებული აი მოთხოვნა მაგალითად კაფეტერიაზე რაც არის და როგორც არის ვერ გაწუდება ვერც ერთი სკოლის კაფეტერია იმ მოთხოვნებს რა მოთხოვნების თვითონ მშობლებს აქვთ და რატო აქვთ ეს მოთხოვნები იმიტომ აქვთ ეს მოთხოვნები რომ თვითონ ბავშვს რო ასიამოვნოს დღეში 2-3 საათი რო ნახულობს ან სკოლიდან რო გაყავს ან სახში რო მივლენ მაკდონალდსში ჩაიყვანს და მაკდონალდს აჭმევს ეს მას ძალიან აწუხებს და უკვე სკოლას თხოვს რომ მაშინ შენ არაფერი არაჯანსაღი არ გქონდეს აუცილებლად ყველაფერი ჯანსაღი უნდა გქონდეს და ასწავლო ჩემ შვილს რომ კარგად იკვებოს მაგრამ ბავშვისთვის ყოველთვის უფრო დიდი მნიშვნელობა იმას აქვს სკოლიდან რომ გავა მით უმეტეს თუ მოლოდინი აქვს რომ მშობელი მაკდონალდსში წაიყვანს შენთან არ შეჭამს და შენთან თუ არ შეჭამს მე მშობელი გეუბნება რომ ჩემი ბავშვი სკოლაში მშიერია აი მოკლედ აი ესეთ რაღაცები მაქვს საუბარი შენ რაღაცა მოთხოვნას გიყენებ იქ რაღაცა ხიბლი აქ დატოვებული რომელსაც გეუბნება რომ ებრძოლო მაგრამ იქ რაღაცა ჯილდოთ ახვედრებს სკოლას რა იმიტომ რომ ბავშვი გადის დედა მშია ეუბნება არ ჭამს სპეციალურად სკოლაში შია დედა რაშვება მიყავს მაკდონალდსში იმიტომ რომ დრო არა აქ დანარჩენი რომ რაღაც სხვანაირად თავის შვილს ასიამოვნოს ეს რა თქმა უნდა პირობითი არის ყველაფერი მაკდონალდსიც და კაფეტერიის თემაც პირობითად ავიღეთ თუმცა ყველაფერზე ესე არის რა მშობელს არ აქვს უკვე საკმარისი დრო იმისთვის რომ ბავშვის გაკვეთილები შეამოწმოს სწავლობს არ სწავლობს მე ესეც უკვე სკოლაზე გადმოდის თუმცა სკოლაში ბავშვი ყველა გაკვეთილს ვერ გაამზადებს და ვერ აიღებს ვერც ერთი სკოლა თუ რომელიმე იღებს ამას არახარისხიანად აკეთებს გარანტიას ვიძლევი რომ სკოლაში მოამზადებს დებინოს ყველაფერი. ბავშვი რომელმაც სკოლა დაამთავრა სიტყვაზე ვამბობ 3 საათზე არის გადამწვარი და კიდე 1 საათი იქ უნდა დარჩეს იგივე გარემოში, იგივე ბავშვების გარემოცვაში და გაკვეთილი უნდა გააკეთოს ის ხარისხიანად ამას ვერ ისწავლის. ყოველ შემთხვევაში ყველა შეიძლება იყვნენ ვიღაც გამონაკლისები ვისაც დარჩენილი აქვს ამის შესაძლებლობა და მშობელი ამას სახში რო ვერ აკონტროლებს ამასაც სკოლას თხოვს და ეუბნება რომ ეხლა ჩემი დაკვეთა ის არის რომ შენ ეს გააკეთე და ამ დროს
არ არის ეს სწორი და არ არის ეს ხარისხიანი. ხო არის უფრო მეტად თუ საჯაროშიც ახლა მე არ ვიცი. საჯაროში საერთოდ სულ სხვა რეალობა გვაქვს, იმიტომ რომ კერძო სკოლები მე ანის ვეთანხმები იმაში, რომ ქართული კერძო სკოლები ნამდვილად ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს დებენ რა და ეს ვნახეთ ყველგან ნიუ-იორკშიც მათ შორის, სადაც სამი სკოლიდან ბაქსუდი, შაუნება და ლოგოსის ამ სკოლებიდან იყვნენ წასულები ბავშვები დელეგაცია UN-ის მოდელირებაზე და საიდანაც საუკეთესო დელეგაციის პრიზი ჩამოვიტანეთ. რავი რა 73 თუ 75 ქვეყანა იყო, ხო, სასწაული. ასე რომ ნამდვილად ძალიან მაღალ პროდუქტს დებენ. თუმცა საჯარო სკოლაში გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი და აი აქ უკვე მე ვფიქრობ რომ ცალკე პოდკასტი ჭირდება ამ პრობლემებზე ვისაუბროთ. რა უნდა ვქრათ ხო, იმიტომ რომ სამწუხაროდ რა თქმა უნდა სკოლიდან სკოლაში როგორც კერძო სკოლებში ასევე საჯაროებში სკოლიდან სკოლამდე სურათი ძალიან იცვლება, თუმცა აი შედინება აი ახალგაზრდა პედაგოგების და ისეთი პედაგოგების რომელსაც თავიანთი საქმე უყვართ და იმის და მიუხედავად რომ საჯარო სკოლაში მუშაობენ შეიძლება ამას ბევრი დრო დაუთმონ იზრუნონ ბავშვის განვითარებაზე. სკოლა ხო მარტო გაკვეთილი არ არის, პედაგოგი ხო მარტო კლასში არ უნდა შედიოდეს, გაკვეთილს ატარებდეს და გამოდიოდეს, ხო, ის უნდა იყოს რა ვიცი როლ მოდელ უნდა იყოს, ხო, ბავშვებს სხვანაირ მორალურად სწორ გზაზე უნდა დააყენოს, სხვა უნარები შესძინოს, ხო. აი ეს ყველაფერი სამწუხაროდ ნაკლებად ხდება. მე ვიტყვი ნაკლებად და ვერაფრით ვერ ვიტყვი რომ არა, იმიტომ რომ ისევ და ისევ არიან ძალიან მაგარი პედაგოგები საჯარო სკოლებში და ძალიან მაგარი დირექტორებიც, თუმცა ეს ამას არ აქვს გლობალური სახე და ხო ამ წუთას ბევრი მუშაობა ჭირდება საჯარო სექტორს, რომ განათლება წინ წავიდეს. საჯარო სექტორის გარეშე მარტო კერძო სკოლები ვერ გავწევთ, გამორიცხულია. იმიტომ ხა დარწმუნებული შეიძლება რაღაცა კომენტარებში ხა ამ ეპიზოდების კომენტარებში გაჩნდეს ესეთი პოზიციები, რომ აი იმ ხალხმა რა გავაკეთოთ, ვისაც საჯარო სკოლაში, იქ მაგალითად საშუალება არ გვაქვს, რომ კერძო სკოლაში ვატაროთ და ნუ შემოხვედრი ამის გავსრისხინი და დარწმუნებული რომ ალბათ შეიძლება მოყვეს კიდევაც ამას, მაგრამ ნუ ეს ცალკე სასაუბრო თემა არის მეგობრებო, ჯერჯერობით ამ სკოლებში ხა საუბრობთ ფიზიკურად ვერ დავფაროთ ამ მიმართულებას. ჩვენ ყავს პარტნიორი Aromaco მარკეტინგის აგენტო და ჩვენს პოდკასტში აქვს ესეთი შეკითხვა, რომელსაც ვეკითხებით ხოლმე ჩვენ სტუმრებს. ზოგადად რა როლი აქვს Aroma მარკეტინგს თუ იყენებთ სკოლაში და თუ გაქვთ ხედვა მიმართულებით რა შეიძლება სრულდეს, იმიტომ რომ მე მქონდა საშუალება რომ წინაზე იყვნენ ჩვენთან სტუმრად მოსულებით, უფრო სიღრმეებში ჩავედით რაღაც თვითონ ნოტების დონეზე, რა გავლენები აქვს ზოგი მაგალითად ამშვიდებს, ზოგი რაღაც უფრო კონცენტრირებულს ხდის, შეიძლება სწავლაზე, შეიძლება საქმეზე, ოფისებზე იყოს საუბარი. ან თქვენ შემთხვევაში თუ გიფიქრიათ ამ მიმართულებით, ან თუ გქონიათ რამე გამოცდილება? პატარ-პატარა გამოცდილებები გქონია, თუმცა არა რაღაცა მარკეტინგული სტრატეგიის მიმართულებით და სულ გვეფიქრება და გვინდა რომ ამ მიმართულებას მიმართოთ. ანუ ზოგადად არომატები და სუნები რაღაც ძალიან ისეთია მეხსიერებაში ძალიან რჩება ადამიანს და ალბათ რაღაცა შენი სკოლის აი როგორც რაღაცა სპეციფიური სუნები იცი სახლების ჩემი მეგობრის სახლის რაღაცა სუნი ესეთი იყო აი სკოლის რაღაცა სურნელიც რო ეგრე გახსოვდა ანუ სკოლის სურნელზე თან ვფიქრობ კაი სურნელი ხო არის არაფერი კარგი გაგახსენება დარწმუნებული ვარ მაგრამ ეხლა შეიძლება იყოს შანსი რომ ბავშვებს გაახსენდეთ სკოლაზე კარგი სურნელი რაღაცა ეგ პერსპექტივა შევცვალოთ კი ასე რომ რაღაც არის სტრატეგიაში ეგეც რომ უნდა მიმართოთ აუცილებლად ვიფიქრია სხვათა შორის არა ერთხელ და ადრე პრობლემა ის იყო რომ ჩვენი შენობა არ იყო ვიცოდით რომ გადავდიოდით ასე შემდეგ აქ გადმოვედით და ჯერ ბოლოში ვერ გავიყვანეთ რაღაცეები ასე რომ კი მაგრამ ძალიან ძლიერი ეს არის რა ემოცია დაკავშირებული სულთან ასე რომ ვთვლი რომ ძალიან სწორი მარკეტინგი მეხსიერებისთვის ყველაზე ძლიერად დამახსოვრებადი ნაწილი ჩვენ ბოლოსკენ რო წავიდეთ, გვაქვს ესეთი ტრადიციული შეკითხვა, სადაც ვეკითხებით ხოლმე ჩვენ სტუმრებს, რომ აი რაიმე ესეთ სასარგებლო რჩევას ხო არ მივიცებთ ჩვენს აუდიტორიას, იმიტომ რომ გვიყურებენ სტუდენტები, მოსწავლეები და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ თქვენ შემთხვევაში რო ფიქრობდი ამ შეკითხვაზე, ვიფიქრე რომ ანუ ეს ადამიანები
ყოველთვის ამ რჩევებს გასცემენ ამ ადამიანის მისამართი, მაგრამ ეხა ხო არ შევცვალოთ თქო და მაგალითად რჩევები მივცეთ მშობლებს და თქვენ გექნებათ საშუალებად რომ მიმართოთ იმ მშობლებს აი ესე მესამე პირში რომ იქნება ეს თქვენი აუდიტორია თუ ადამიანები რომლებმაც ფიქრობენ როგორში მოიყვანონ ბავშვი თუ არ მოიყვანონ ანუ რა უნდა გაითვალისწინონ ან რა რჩევას მისცემთ მათ არ ვიცი შეიძლება რედ ფლეგებზე ვისაუბროთ არ ვიცი ნებისმიერი არ ვარ შეზღუდული ორივეს მოგცემთ საშუალებას რომ ეს რჩევები გავაზიაროთ დავიწყოთ თუ დაიწყებ? დავიწყებ, შენ უფრო მეტი რჩევა გექნება იჭვი მაქვს. აი ზუსტად ეხმიანება რაღაცა წინა კითხვებსაც, რომ რა შეიცვალა თანამედროვე მშობელში ის შეიცვალა რომ ძალიან დიდი ინფორმაციასთან გვაქვს წვდომა ძალიან და ამ ინფორმაციის ფილტრაცია ხანდახან ცოტა გვიჭირს. იმას ვურჩევდი რომ რაღაცა დალექონეს ინფორმაცია, რაც აქვთ მშობლობაზე და ანუ მისთვის ყველაზე ახლოს რა ღირებულებები და რა მიდგომები მიდის ამაზე იფიქრონ და კარგად აწონ-დაწონონ რაღაცა პრიორიტეტები მათთვის რა არის და შესაბამისად აირჩიონ სკოლა შინაარსობრივად და არა ვთქვათ სიტყვაზე რეიტინგით ან ასე შემდეგ რა სხვა ღირებულებებით რითიც არჩევენ კი იმიტომ რომ თვითონაც ბედნიერ უნდა იყოს იმ ადმინისტრაციასთან რომელთანაც კომუნიკაცია ექნება და შვილი მიყავს გარემოში სადაც ყოველდღე უნდა იყოს შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ღირებულებებში ემთხვეოდნენ ერთმანეთს ამიტომ აი ამას ვურჩევდი რა აი ხშირად პრობლემა ის არის რომ არიციან ზუსტად რა უნდათ და ამაზე მგონია რომ ძალიან ბევრი უნდა იფიქრონ და ბევრი უნდა იკვლიონ და კარგად აწონ-დაწონონ. თუმცა ვიტყოდი რომ ზუსტად მე მგონი ვიც არ იცის ზუსტად რა უნდა ეგეთი მშობლები და ბავშვები უნდა მოვიდნენ. ჩვენთან ყველაზე კარგად მგონი მაგას ვაკეთებთ რომ პროცესში გავარკვიოთ რა და როგორ. ჩემი რჩევა ბევრად უფრო ესეთი იქნება კონკრეტული რა და მე ვიტყოდი რომ ეხლა ცხოვრობთ ძალიან განსხვავებულ სამყაროში ვიდრე ჩვენი მშობლები რო სკოლაში დადიოდნენ, ჩვენი ბავშვების მშობლები რო სკოლაში დადიოდნენ იყო. ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი ხო? აი ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა ხო ეს AI ძალიან შეცვალა ყველაფერი სოციალური მედია სად იყო იმ დროს არაფერი არ იყო ფაქტობრივად ან ეხლა იწყებოდა ან იმახსენა ინფორმაცია და ბავშვებს აქვთ ძალიან ბევრი ინფორმაცია რა მიღებული და რაც სამწუხაროა არა სწორი ინფორმაცია. ასე რომ პირველი ჩემი რჩევა რაც იქნებოდა მშობლების მიმართ არის ის რომ ნუ მოთხოვენ იგივე რაღაცებს თავიანთ შვილებს, რასაც მათ თხოვდნენ მშობლები. აი ამის განსხვავება უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო და არ უნდა გქონდეს იგივე მოლოდინები, არ უნდა იყოს ესეთი ფრაზები, რომ რაჭის კაცო ამ ბავშვს მე ამის ასაკში ამას და ამას ვაკეთებდი. ხო, აი ეს არასწორია რა, არც ერთმა თაობამ, წინა თაობა არ უნდა შეადაროს, რა თქმა უნდა, ეს არ გამოდის. თუმცა მეორე რჩევა ცოტა განსხვავებული იქნება რა. რომ თუ მაგალითად პირველ რჩევაში ვთქვი რომ არ შეადარონ თქო თავი თქო აი ხანდახან ზოგიერთ მშობელს განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებს ზედმეტი მოზდით თავის შვილებზე გადაფარება ეს რა თქმა უნდა გამომდინარეობს იქედან რომ მათ უნდათ რომ რაც მათ გადაიტანეს იგივე თავიანთ შვილებმა არ გადაიტანონ მისცენ მათ ის რაც მათ არ ქონდათ რა თქმა უნდა შვილებს მისცენ ის რაც მათ არ ქონდათ ბავშვობაში თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს ხშირად ზედმეტი თავისუფლება აღარ არის და პირიქით ვაძლევთ ბავშვებს იმის შანსს რომ გაძვრნენ გამოძვრნენ, იმიტომ რომ არ უნდა დაგვაუწყდეს ესენი მაინც ბავშვები არიან. რა საბოლოო ჯამში მაინც ბავშვები არიან, რაც არ უნდა დასრული იყოს, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია ქონდეს, მაინც ბავშვია და გასაძრომით თუ ექნება აუცილებლად გაძრება და არ უნდა მივცეთ მათ ამისი შანსი. რა იმაზე უფრო მომთხოვნები და მკაცრები უნდა ვიყოთ რიგ შემთხვევებში, ვიდრე მშობლები არიან ხოლმე. ასე რომ აი ამისი მიქსი, ესე ვთქვათ, აი შუაში, აი ოქროს ხაზის პოვნა არის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იქნებოდა ჩემი რჩევები მშობლების. გაითვალისწინეთ მშობლებო, ჩვენი რჩევები არის. მე ისე ვერ დავამთავრებ ჩვენს პოდკასტს, რომ ეს კითხვა არ დავსვა, იმიტომ რომ მონიშნული მაქვს ძალიან დიდად, რომ ეგ ვიკითხო. მე მაგალითად მარკეტინგი
რა იყო გავიგე უნივერსიტეტის ალბათ რომელიღაცა კურსზე და მე მოვიხიბლი ამ ინდუსტრიით, მე მოვიწავლე და ასე შემდეგ. ფიზიკურად სკოლაში მსგავსი არაფერი გამიგია. დღეს 21 საუკუნეში უამრავი პროფესია არსებობს, რომელიც ეხლა ხანს გაჩნდა, ეხლა იქნა AI ახსენე და ვითარდება და ახალი პროფესიები ჩდება. ანუ ძალიან საინტერესოა რას აკეთებს თქვენი სკოლა, ნუ ეხლა საჯაროზე არა მაქვს საუბარი, უბრალოდ კერძო სკოლების შემთხვევაში ამ საინტერესოა თქვენი აზრი, სკოლის პასუხისგებლობა რა არის ამ ნაწილში? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, ეს ბავშვები, რომლებიც იზრდებიან, იყვნენ აი იმ პროფესიების და იმ თანამედროვე პერიოდისთვის, ასე ვთქვათ, მოწადინებული და დავაციოთ იმ განვითარებას. პროფესიებს რაც შეეხება, აქ მარტივად და მოკლედ ვიტყვი, მე 10 კლასში გვაქვს ესეთი პროგრამა, რომელსაც გვია გააზიარე წარმატება, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოყვავს და საუბრობენ თავიანთ პროფესიებზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს გარკვეული ტიპის ვორქშოპები, ბავშვებს ვაძლევთ აი მარკეტინგი ახსენე და ბავშვებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ სკოლაში რაც კი პროფესია არსებობს, ყველგან ჩაერთონ და მარკეტინგის ჯგუფი გვყავს მაგალითად ბავშვების, რომლებმაც თავიანთი ინიციატივით შექმნეს, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ სოციალურ მედიას მართავენ. ბავშვებს თავიდანვე ვასწავლით ისეთ უნარებს, რომ აი სტუდენტური ცენტრი რო ვახსენე, სტუდენტურ ცენტრს თავისი ბიუჯეტი აქვს და ბავშვები ანაწილებენ თვითონ ამ ბიუჯეტს, რაში რა დახარჯონ და რა მოაწყონ და როგორ და ასე შემდეგ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და AI-ზე ვიტყოდი, რომ AI-ის კლუბი გქონდა აქამდე და მომავალ წლიდან ვაპირებთ, რომ საერთოდ ჩავაშენოთ და AI-ის გაკვეთილები დავიწყოთ უკვე. და ძალიან წინ წევთ ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკას, პროგრამირებას, ფაქტობრივად პირველი კლასიდან უკვე ვიწყებთ ამ ყველაფრის სწავლებას და ვაპირებთ, რომ აუცილებლად უფრო და უფრო დიდი დოზირებით შევიტანოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს, ეს უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილია და როგორც ინტერნეტი მოგწონდა არ მოგწონდა, უნდა მიმხვდარიყავით, უნდა გწოდნოდა რომ მომავალი იყო, მანდ არის ახლა AI რა. გვინდა არ გვინდა სულ იქნება. მსოფლიოს დაიპყრობს თუ არა. მაგრამ ასეც და ისეც ჩვენთან ერთად იქნება. ასე რომ ხო ძალიან დიდი დოზით შეგვაქვს უკვე და აგრესიულად უკვე საკლასო ოთახში ეს ყოლა. ძალიან მაგარია წარმატებები. მიხარია რომ ესეთ მიდგომები გაქვთ. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. დარწმუნებული ვიყავი დასაწყისში, ცხადია რომ ესეც საინტერესო იქნებოდა. მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის და დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკის, მოვიწყდება ხოლმე ამის კომენტარი. მითხრეს რომ აუცილებლად უნდა თქვა ყველა ეპიზოდში, მაგრამ კაი ბოლოში ვიტყვი. და გემშვიდობებით მეგობრებო, შევხვდებით ისევ შემდეგ კვირას ხუთშაბათს. დროებით. 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 ეჯა